4. რეინირას პარანოია და ნდობის დაკარგვა. მიუხედავად იმისა, რომ რეინირა ტახტზე ზის, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ხაზი ნაცარიელია, მწვანეებმა უფრო მანამდე გადამალეს, ხალხი შიმშილობს და რეინირას ნაცვლად მეფე ტარტიფს სასტიკს, არქმევს მაღალი გადასახადების გამო. ღალატი ტამბლტონთან, დასავლეთიდან ჰაითაუერების დიდი არმია მოემართება პრინც დეირონისა და მისი დრაკონ ტესარიონის წინამძღოლობით. რეინირა მათ დასახვედრად აგზავნის თავის ორახალ მხედარს ჰიუ ჩაკუჩს, ვერმიტორის მხედარი და ულფ თეთრს, ვერცხლის ფრთას მხედარი. თუმცა ქალაქ ტამბლტონთან ბრძოლისას ჰიუ და ულფი მოულოდნელად უღალატებენ რეინირას და გადავლენ მწვანეების მხარეს. ისინი ქალაქს ცეცხლში ჩააბუგებენ. პარანოიის დასაწყისი, ამ უდიდესი ღალატის შემდეგ რეინირა კარგავს გონებას შიშისგან. ის ფიქრობს, რომ ყველა ნაბიჯვარი მხედარი მოღალატეა. ის ბრძანებს ადამ ვალარიონის, ზღვის კვამლის მხედარი და ნეტის გოგონა, რომელმაც დრაკონი ცხრის ქურდი მოათვინიერა დაპატიმრებას. კორლის ვალარიონი ამის გამო უპირისპირდება რეინირას და შავების ბანაკი შიგნიდან იშლება.